პროკურატურაში მოწმის სტატუსით გამოიკითხა ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრი ბატო შაქარიშვილი. მან თქვა, რომ გამოძიებას კონკრეტული მტკიცებულებები წარუდგინა და ისაუბრა იმ პოლიტიკურ ჯგუფებზე, რომელიც მისივე თქმით წლებია ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. გამკითხვაზე მოწმის სახით იმყოფებოდა ნანა კაკაბაძეც, ის 6 საათის განმავლობაში პასუხობდა გამომძიებლების შეკითხვებს. გამოძიება გენერალურმა პროკურატურამ საზოგადოებრივი მოძრაობა ერთიანი ნეიტრალური საქართველოს მიერ საგამოძიებო უწყებაში შეტანილი განცხადების საფუძველზე დაიწყო. საგამოძიებო მოქმედებები სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით უცხოეთის კონტროლის დაქვემდებარებული ორგანიზაციებისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, ასევე საბოტაჟის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს. სამას მეჩვიდმეტე და 321 პრიმა მუხლებით უნდა დაინტერესდეს გამოძიება, რაც გულისხმობს მოწოდებებს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისაკენ და ასევე 321 პრიმა მუხლი ეს არის დაფინანსება ისეთი პროცესების, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უსაფრთხოების საფუძვლების შერყევას. მე მაქვს მოტანილი თან ამერიკის პრეზიდენტის განცხადებები, ილონ მასკის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ USAID, NED და სხვა ფონდები, რომელიც ფინანსდება და ივსება ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა დოლარებით, სხვადასხვა ქვეყანაში და კერძოდ საქართველოსა და უკრაინაში ირიცხებოდა იმისათვის, რომ აქ მომზადებულიყო რევოლუციური პროცესები, დაფინანსებულიყო ანტისახელმწიფოებრივი კამპანიები. ეს ქსელი არის ძალიან ფართო, მოიცავს არასამთავრობო ორგანიზაციებს, იმ 4 პარტიას, რომელმაც ბარიერი გადალახა და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია აბსოლუტურად უსაფუძვლო კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა. ის მუხლი, რომელსაც გამოძიება არ დაწყებული, რომელსაც საბოტაჟის მცდელობა ქვია, ხას უსვამს ფაქტს და იმ გარემოებებს, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობენ ძალები და ადამიანები, რომლებიც მათ შორის სხვადასხვა ორგანიზაციის იქნება თუ სხვადასხვა გავლენიანი წრეების გავლენების ქვეშ არიან და ამ ყველაფერს ცდილობენ, რომ მართლაც რომ საბოტაჟი მოახდინონ ჩვენი ქვეყნისა, იქნება ეს ჩვენი ეკონომიკური ჩამოშლა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვა თუ საერთაშორისო დონეზე ჩვენი იმიჯის დაზიანება და ჩვენი ქვეყნის სახელის გაშავების მცდელობები. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა უნდა იყოს გამოძიების საგანი. ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ქართული ხალხის ინტერესების წინააღმდეგ სამწუხაროდ არაერთი ძალა მოქმედებდა განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში და სხვათა შორის ამას არც მალავდნენ. მათ შორისაც უცხოელი მათი პატრონები და აქაური მათი აგენტურა, უცხოური ძალების აგენტურა, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ საზოგადოებას ხელისუფლების უკანონო დამხობისკენ, რადიკალური პროცესებისკენ, მკვლელობისკენ და ასე შემდგომ. ბუნებრივია, რომ არც ერთი სამართლებრივი სახელმწიფო ამას ვერ მოითმენს და არ მოითმენს გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს და ზოგადად დემოკრატიის პრინციპი. ამიტომ ეხლა ყველა ნება იბოძოს და ვისაც კი დაუძახებენ ამ გამოძიების პროცესში, მიბრძანდეს და თავის ახსენ-განმარტება მისცეს. თუ რატომ აწყობდა საბოტაჟს ქვეყნის წინააღმდეგ. დუბაიში მსოფლიო მთავრობათა სამიტის მონაწილეებს ირაკლი კობახიძემ სიტყვით მიმართა. პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკის სწრაფზრდაზე, ისაუბრა ასევე გაზრდილ უცხოურ ინვესტიციებზე და ტურიზმის გაზრდილ მაჩვენებლებზე. სამიტს უმცირე 6000 მონაწილე ჰყავს. სამიტში 30-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები, 80-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია და 140 ქვეყნის სამთავრობო დელეგაციები მონაწილეობენ. ჩემთვის დიდი პატივია, რომ თქვენ მოგმართავთ დღეს. გულთბილად მოვიკითხავ მის უდიდებულესობა შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, მის უდიდებულესობა შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და დუბაის მმართველს, ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობის მაღალ ჩინოსან წევრებს. თქვენი გულუხვის სტუმართმოყვარეობა და მტკიცე ერთგულება არა მხოლოდ ამ სამიტის განხორციელებას უწყობს ხელს, არამედ მას მართლაც შთამბეჭდავ და გავლენიან შეხვედრად აქცევს.
მხოლოდ ღია და უწყვეტი საუბრით შეგვიძლია ურთიერთგაგების გაღრმავება და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება ყველა საკეთილდღეოდ. აქ მყოფ გამოჩენილ მონაწილეებს აქვთ ცოდნა და გავლენა, რათა წარმართონ მოვლენები, წაახალისონ პოზიტიური ცვლილებები და შეიტანონ წვლილი მეტად უსაფრთხო და კეთილდღეობით სავსე მომავალში. რთული გეოპოლიტიკური გარემოს მიუხედავად, ჩვენი მთავრობა მტკიცედ ერთგული რჩება ეკონომიკური ზრდის, სოციალური თანასწორობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პრინციპებისადმი საქართველოში. ჩვენი ერთგულება ძლიერი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის ხელშეწყობისადმი არა მხოლოდ ქვეყნის შიდა განვითარებას უწყობს ხელს, არამედ ქმნის მყარ საფუძველს საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოებისთვის. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული პარტნიორობა გვაკავშირებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ქვეყანასთან, რომელთანაც გვაერთიანებს საერთო ინტერესები და მიზნები. ჩვენი ხედვა და საერთო მისწრაფებები მყარ საფუძველს ქმნის თანამშრომლობისთვის, რომელიც აძლიერებს ორმხრივ ურთიერთობებს და ხელს უწყობს გლობალურ პროგრესს. საქართველო ისევე როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროები სტრატეგიულ პოზიციას ფლობს და გლობალურ გზაჯვარედინად გვევლინება. საქართველო წარმოადგენს მნიშვნელოვან კარიბჭეს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებს საკვანძო როლი აქვს მსოფლიოს ძირითად რეგიონების დაკავშირებაში. ეს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ორივე სახელმწიფოს აყალიბებს საერთაშორისო ვაჭრობის, ლოგისტიკისა და გლობალური კავშირების მნიშვნელოვან ცენტრად, რაც აძლიერებს ჩვენს პარტნიორობას და ახალ შესაძლებლობებს ქმნის თანამშრომლობისთვის. ჩვენი პარტნიორობის ერთ-ერთი ბოლო წარმატებული მაგალითია იმ მემორანდუმის ხელმოწერა, რომელიც უპრეცედენტო ინვესტიციას ითვალისწინებს საქართველოში. 6 მილიარდი ამერიკული დოლარის კაპიტალდაბანდება განხორციელდება MR Group and Eagle Hills-ის მიერ. ეფექტური მმართველობისა და წინდახედული პოლიტიკის შედეგად საქართველომ 2021-2023 წლებში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა განიცადა 9.7%-იანი საშუალო მაჩვენებლით. წინასწარის შეფასებით 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9.5% შეადგინა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით საქართველოს ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა ექნება საშუალოვადიან პერსპექტივაში რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის. საქართველოს უცხოური პირდაპირ ინვესტიციებისა და მთლიანი შიდა პროდუქტის თანაფარდობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია შესადარ ქვეყნებს შორის და 2022-2024 წლებში საშუალოდ 6%-ს აღემატება. რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა საქონლის ექსპორტსა და საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში. 2024 წელს საქონლის ექსპორტი 7.8%-ით გაიზარდა და 6.6 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო ტურიზმის შემოსავლებმა 7.3%-იანი ზრდა აჩვენა და ისტორიულ მაქსიმუმს 4.4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამასთან ერთად საქართველო ინარჩუნებს ინფლაციის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ დონეს უფრო ფართო რეგიონში, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს მის ეკონომიკურ სტაბილურობას. დაბალი და სტაბილური ინფლაცია ძლიერ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად შესაძლოა განპირობებული იყოს პროდუქტიულობისა და პოტენციური მთლიანი შიდა პროდუქტის გაუმჯობესებით. ჩვენი მთავრობის პირობებში ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესით იქონია ბიზნესისადმი კეთილმეგობრული გარემოს შექმნასა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებაში. საქართველოს ძალზედ ხელსაყრელი სავაჭრო ჩარჩო საშუალებას აძლევს კომპანიებს ისარგებლონ 2.3 მილიარდიანი მომხმარებლის მყოლი ბაზრით, რასაც არ ახლავს საბაჟო თუ იმპორტის ტარიფები. მსოფლიო ბანკის ბიზნეს გარემოს კვლევით საქართველო 2024 წელს 50 ქვეყანას შორის პირველ სამეულში აღმოჩნდა სინგაპურთან და ესტონეთთან ერთად. ამ კვლევისა და რეიტინგის მიზანია კერძო სექტორის განვითარებისთვის ბიზნეს გარემოს რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასება. მსოფლიო ბანკის 2023 წლის სამეწარმეო კვლევითი შედეგებით საქართველოს ბიზნეს გარემო თითქმის ყველა ასპექტში უკეთესია როგორც მსოფლიოს, ისე ევროპის და ცენტრალური აზიის საშუალო მონაცემებთან შედარებით. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკის თანახმად მსოფლიოს ყველაზე დაბალ საგადასახადო წნეხის მქონე მესამე ქვეყანად რჩება საქართველო 9.9 ქულით. ფრეზერის ინსტიტუტის 2024 წლის მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების კვლევის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 21 ადგილზეა და წინ უსწრებს ევროკავშირის 19 წევრ სახელმწიფოს და უპირობო ლიდერად გვევლინება ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, ისევე როგორც ფართო რეგიონში. გარდა ამისა, საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის მიერ ჩატარებული სახელმწიფო ბიუჯეტის გახსნილობის კვლევის მიხედვით საქართველო მსოფლიოს პირველი ქვეყანაა საბიუჯეტო გამჭვირვალობის ნიშნით. საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების საფუძველზე საქართველო პირველად მოექცა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის უცხოური პირდაპირ ინვესტიციების შეუზღუდავი რეგულაციის ინდექსში და კვლავ მერვე პოზიცია დაიკავა მსოფლიოს ყველაზე ღია ეკონომიკებს შორის ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. Heritage-ის ფონდის 2024 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო ევროპაში მე-19 ადგილზე აღმოჩნდა და ევროკავშირის მრავალი წევრი სახელმწიფო და 7 კანდიდატი ქვეყანა უკან მოიტოვა. მსოფლიოს სამართლის პროექტის 2024 წლის ინდექსში საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. საშუალო შემოსავლის მქონე 51 ქვეყანას შორის საქართველო პირველ 7-ულშია. რაც შეეხება ანტიკრიმინოგენულ ინდექსს, საქართველო ევროპაში მერვე, ხოლო მსოფლიოში მე-20 ადგილზეა 2024 წლის მონაცემებით როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა. საქართველო ბუნებრივ კავშირს წარმოადგენს ერთის მხრივ ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიას შორის, ხოლო მეორეს მხრივ ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიასთან. საერთაშორისო დაკავშირებადობა და მარშრუტები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო გახდეს მთავარი კვანძი და ციფრული ჰაბი ევროპა-აზიის მიმართულებით. შავი ზღვით ევროკავშირთან საზღვრის გაზიარებით
საქართველო წარმოადგენს ერთადერთ გზას საშუალოვადიან პერიოდში, რომელსაც მონაცემთა და ერეფნების განვითარება შეუძლია ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიას შორის, ხოლო საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ევროპას ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიას შორის. ამ ძალისხმევის ფარგლებში საქართველოს მთავრობა მიესალმება ინვესტიციებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და მსხვილი დეველოპერული და ლოგისტიკური კომპანიების დაინტერესებას საქართველოში ინვესტირების თვალსაზრისით. აბუ-დაბის პორტების გაერთიანებამ ხელი მოაწერა მემორანდუმს საქართველოსთან თბილისში მშრალი პორტის შესაქმნელად, ლოგისტიკისა და ინტერმოდალური ტრანსპორტირების მიმართულებით საკუთარი გამოცდილების გამოყენებით. ამ ინიციატივის მიზანია თბილისი გადაიქცეს სტრატეგიულ შიდა კვანძად, რომელიც შავ ზღვაზე საქართველოს პორტებს დააკავშირებს ფართო რეგიონის სავაჭრო ქსელებთან. მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პროცესი გაგრძელდება ჩვენს ქვეყანაში, რაც პროგრესისა და მდგრადობისადმი ჩვენი ერთგულებით არის განპირობებული. ხსენებული მიღწევები ხაზს უსვამს საქართველოს პოტენციალს მეტად ძლიერი, დინამიური და მომავალზე გათვლილი ეკონომიკის შესაქმნელად. არაბთა გაერთიანებული საამიროები წარმოადგენს გამორჩეულ მაგალითს ეკონომიკური წარმატებისა. ისაა ქვეყანა, რომელმაც ინოვაცია, მედეგობა და შენარჩუნებადი ეკონომიკური ზრდა უზრუნველყო. მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს ამ სამიტის ჩატარებისთვის. ეს მხოლოდ შეხვედრა არ არის, ეს არის პროგრესისადმი ერთგულება. სწორი ხედვით, მიზანდასახულობით და ერთიანობით ჩვენ უფრო ძლიერ და კეთილდღეობით სავსე მომავალს შევქმნით. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-მე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოლაპარაკებების ფორმატის ეფექტიანობის უზრუნველყოფის აუცილებლობას და ამ კონტექსტში აქცენტი გაკეთდა მთავარი საკითხების რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დააბრუნების მიმართულებით პროგრესის მიღწევის საჭიროებას. ასევე ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის და გალისა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად გამართვის მნიშვნელობას. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებაზე, ასევე საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევით გადადგმულ ნაბიჯებზე, რაც მიმართულია ოკუპირებული რეგიონების უკანონო ანექსიისკენ. ამ კონტექსტში ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ოკუპირებულ აფხაზეთში აეროპორტის უკანონო დაამოქმედების საკითხს. ქართულმა მხარემ ასევე ხაზი გაუსვა აფხაზეთის რეგიონში დაგეგმილი ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების უკანონობას, რაც წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-მე რაუნდის გამართვა დაგეგმილია 2025 წლის 4 აგვისტოს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ახალი გეგმა. ისინი გეგმავენ შეადგინონ იმ ადამიანების სია, რომელთა დასანქცირებასაც მოითხოვენ და დოკუმენტს პირველ რიგში ევროპელ პარტნიორებს არუდგენენ. მათი თქმით, სიაში შევა ყველა ადამიანი, ვინც ჩართულია უკანონო დავალებების შესრულებაში. ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კონსულტაციები გუშინ სალმე ზურაბიშვილთან გამართეს. მანამდე კი ბოლო დღების განმავლობაში გიორგი ვაშაძე კოლეგა ოპოზიციონერებს ერთიანობისკენ მოუწოდებდა. ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ ოპოზიციის მთავარი მიზანი ქვეყნის დაზიანებაა. სასწრაფოდ ვერ არის ჩვენი თვითმიზანი სანქციები, ეს არის ხელსაწყო, ეს არის შესაძლებლობა ზეწოლის განხორციელების რეჟიმზე იმისთვის, რომ დაინიშნოს ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები. ამ ხალხს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით განსაზღვროს საკუთარი მომავალი. ეს არის ამოცანა ოპოზიციის, ეს არის ამოცანა პრეზიდენტი ზურაბიშვილის და ეს არის ის, რასაც დღეს ჩვენ გვეუბნება ევროკავშირი, გვეუბნება ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველოს ყველა სტრატეგიული მოკავშირე, რომ აღდგეს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი. ტარგეტირებული სანქციები ეს თავიდანვე იყო ჩვენი პოზიცია. რა თქმა უნდა, ნებისმიერი სანქცია, რაც შეიძლება ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა დააწესონ, ეს უნდა იყოს პირველ რიგში სანქციები იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვისაც ბრალი მიუძღვის, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დარღვევაში, ძალადობაში, დემოკრატიულ უკუსვლაში და არჩევნების მოპარვაში. რა თქმა უნდა, ეს არის მთავარი ტარგეტი.
და ეს ასე უნდა გაგრძელდეს და ამ მხრივ პოზიციები ერთიანი გვაქვს. სხვა მხრივ ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ურთიერთობა, როგორც ამ პლატფორმაზე, ისე ნებისმიერ სხვა პლატფორმაზე. თავარი არის აქ მიზანი, რაც არის საქართველოს ევროპული მომავლის გადარჩენა და ხელახალი არჩევნების დანიშვნა. ერთი რამე შეიძლება ვთქვათ ამ სიასთან დაკავშირებით, რომ ძალიან დიდი შრიფტით არ აუბეჭდონ, იმიტომ რომ კალბოტა სალუმა შეიძლება უჭირდეს ხელბარში ამ სიის მოთავსება და არ მობერდათ მაინც ამ სიაზე დასანქციონებებს საუბარ. არ გვაინტერესებს, არ გვეშინია ბატონო ამ სანქციების და გინდა მიმართონ და გინდა არ მიმართონ სანქციებთან დაკავშირებით და გინდა დაგვიწესონ თითოეულ ადამიანს, რომელიც პოლიტიკაში ვარ ჩართული, ქართული ოცნების გუნდის წარმომადგენელი, გინდა არ დაგვიწესონ, არ გვაინტერესებს და არ გვეშინია, არც არ გვაინტერესებს და რაც იმედია, როდესაც მობეზრდებათ მაინც სანქციების საუბარ. ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიურომ საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება მიიღო. კონგრესის ბიურო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები უკიდურესი პოლიტიკური და სოციალური პოლარიზაციის მოსახსნელად. დაიცვას დემოკრატიული უფლებების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე. ევროსაბჭომ მოითხოვს გაათავისუფლონ აქციაზე დაკავებული პირები, პოლიტიკოსები და ჟურნალისტები, მათ შორის ზია ამახლობელი. ყველას უნდა მიეცეს საშუალება განახორციელოს თავისი დემოკრატიული უფლებების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე. მშვიდობიანი პროტესტი დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ის პირები, რომლებიც ამჟამად დაკავებულები არიან მთავრობის წინააღმდეგ გამართული პროტესტების არაძალადობრივ მონაწილეობაში, უნდა იქნენ გათავისუფლებული. ეს მოიცავს ეროვნული და ადგილობრივი დონის პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, მათ შორის ზია ამაღლებელს, რომლის მიმართაც კონგრესი გამოხატავს კონკრეტულ შეშფოთებას. ნათქვამია განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიულ ნორმებსა და სტანდარტებს, რათა ოპოზიცია ჩაერთოს დიალოგში, რაც თავის მხრივ გაუხსნეს გზას ახალ ეროვნულ არჩევნებს. ტექსტში ასევე ვკითხულობთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა გადაიდოს, ვინაიდან მათი ჩატარება მიმდინარე პირობებში ქმნის სიტუაციის გამწვავების რისკებს. ბიუროს ჯერა დემოკრატიული ევროპული მომავლის, რომელიც ყველა ქართველის ინტერესშია. ეს მოითხოვს ყველა პოლიტიკური აქტორის მონაწილეობას სამთავრობო სისტემის ყველა დონეზე, მათ შორის მმართველი პარტიის და ოპოზიციის, აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების დიალოგის აღდგენას. კონგრესი მზადაა ნებისმიერი მხარდაჭერისთვის ამ მიზნით მიღწევაში საქართველოზე დებატი ჩატარდება კონგრესის მომდევნო სესიაზე, რომელიც 2025 წლის 25-27 მარტს გაიმართება, ნათქვამია განცხადებაში. და საზოგადოებას ესმოდეს, რომ ეს არის უკიდურესად არაორიგინალური განცხადება ამ ორგანიზაციისგან, იმიტომ რომ ძალიან იშვიათად არის და თითქმის არ ხდება, რომ კეთდება მოწოდება, რომ არჩევნები გადაიდოს, თუ არ მოხდება შესაბამისი პოლიტიკური გარღვევა არჩევნებამდე. კობახიძემ რამდენიმე კვირის წინ თქვა, რომ მოემზადეთ ადგილობრივი არჩევნებისთვისო და ევროპა ემზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის და გეუბნებათ, რომ თუ თქვენ არ დანიშნავთ საპარლამენტო არჩევნებს და თუ არ განახორციელებთ წინა საარჩევნო გარდამტეხ ცვლილებებს, ადგილობრივ არჩევნებს შეიძლება ითქვას, რომ მათ ჩატარებამდეც კი უკვე აღარ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია. საინტერესოა თავიანთ ქვეყნებში ადამიანებმა სახეში რო უაწუნონ პოლიციელებს, პირდაპირ დაშხალები ეს რომ ცოცხლად დაწვის ველოები რო ქონდეს პოლიციელებისა, მაშინ რა რეაქცია ექნება? ან საკუთარ ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნების შემთხვევაში ვინმე სხვა, თუნდაც ქართველმა რომელიმე პოლიტიკოსმა რომ განცხადება გააკეთეს, რომ ჩვენ არ ვცნობთ არჩევნებს, იმიტომ ის მე რატომ არ ცნობენ, რომ ამას არაფერი მნიშვნელობა არ აქვს, რა განცხადებებს გააკეთებენ და როგორ იქნება მათი დამოკიდებულება. შესაბამისად, ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქნება ყველანაირი საფუძველს მოკლებული, რომელიც იქნება პირდაპირ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობები, ურჩევნიათ ამ ადამიანებს, რომ გაჩუმდნენ, მაინც წინააღმდეგ შემთხვევაში ქართული ხალხის პასუხი იქნება, რა თქმა უნდა, ისეთი, როგორც ეს ეკადრება ღირსეულ ადამიანებს. ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოქალაქეს, რომელსაც დუბაიში ქართული ოცნების დეპუტატები თავს დაესხნენ, დღეს თბილისში სახლთან იმ დროს დახვდნენ, როდესაც ძაღლს ეერნებდა. ამის შესახებ ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს. აქტივისტი ამბობს, რომ მას ჩასაფრება დილის 9 მოუწყეს და ფიზიკურ ანგარიშტორებაში სამი პირი მონაწილეობდა, მას დაზიანებების სახის არეში აღენიშნება. სამოგება ხდება ისე, რომ
გაჩინების საფუძველზე? აუცილებლად, აბა ისე არა, ესე არა. ჩვენს რო რამე გვჭირდება, ყველა იგვეუბნება პოლიციიდან უნდა მოიღოს, ჩვენ უფლება არ გვაქვს. ისე მუშაობთ, ხო? ალბათ, კი, მუშაობთ, რა თქმა უნდა, კი. გამოძიება თუა დაწყებული? კი, რა თქმა უნდა, დაწყებული. გამუხლით არის დაწყებული? ფიზიკური ძალადობის ფაქტი. კამერების ამოსაღებად მოხდით? ამ დეტალებს ვერ გაცნობებთ, ხა ინტერესები და გამოძიების ინტერესები და გამომდინარე გვაცადეთ მუშაობთ. კამერების წაშლას ხომ არ აპირებთ? არა, რა თქმა უნდა, ვინც იმიტომ რომ ამის პრეცედენტები გქონია. გვაცადეთ მუშაობა რა. განჩინება თუ გაქვთ კამერების ამოღებასთან დაკავშირებით? ჭირდება მაგასთან დაკავშირებით. მოსაბუთრის განჩინება? ჩამოვედი ბრუნო, ჩამოვიყვანე და თავს დამესხა 3 ნიღბიანი აგერ კამერები არის. ვერავის ვერ შეაშინეთ რა. ვერავის საერთოდ. დრო არის რომ ახალი არჩევნები ჩაინიშნოს და ის ხალხი იმ ციხეში ის გამოუშვა. ცემენ მიმარტყავენ მომართ ვის უნდა შეეს არაფერს არ შეშინი ჩვენ აქ ცხოვრობ და ვიცხოვრ და ეგ ხალხი გაიქცევია. არ ვიცი ვინ იყვნენ უცებ ძაღლს ვასეინებ ვუყურებდი 3 კაცი მომვარდა ნიღბებით აგერ მაღაზიაში შევედი და მე წავიდნენ რა. პოლიციას გამოვიძახებ ამ ყველაფერს აღწერთ ხა აჩოც მისცემენ რომ ცემე თუ ჩვენი გავასწორეთ იქო რაც ქნაო და სასაცილო არის რომ იმის შემდეგ 3 კაცი უნდა მომვარდეს და დაამარტოს იქ არ იყვნენ თუ რამე უნდა და სასამართლო დახმარების ბრიგადის მიერ რაც 9:00-ზე შემოყვანილი კრაკატა მამაკაცი რომლის გამოცემიდან საყრდან გამოსვლის დროს თავს დაესხა 3 პირი. მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მის გადმოცემით უტყეს თავში, სახეში, მიკერტის არეში. შემოსვლისას ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები პოსტოლოგის და ნეიროქირურგის, ტრავმატოლოგის, ყბასახის ქირურგის მიერ. ჩაუტარდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, პაციენტს აღენიშნება თავის ტვინის შერყევა, ჩვენ შევთავაზეთ ჰოსპიტალიზაცია, თუმცა აცხადებს უარს და ამბობს, რომ ხელმძღვანელობის საფუძველზე დატოვებს კლინიკას. არასამთავრობო სექტორის უკან რადიკალური დონორი დგას ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალ წერს. შალო პაპუაშვილი აქვეყნებს შვედეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერების ერიკ ოტოსონის ვიდეოს. თქვენ უნდა დაანახოთ სოფლიოს თქვენი აღშფოთება, გადით ქუჩებში, მშვიდობიანი პროტესტები უნდა გაფართოვდეს. თუ სახში ზიხართ და უყურებთ ამ პროგრამას, იცოდეთ რომ უნდა გაფართოვდეს პროტესტები, ყოველდღე უნდა მიმდინარეობდეს. გახსოვთ მაიდანის რევოლუცია უკრაინაში. ხალხი იყო, ძალიან დიდი პროტესტი იყო მაიდანზე და ხდებოდა რევოლუციური ღონისძიებები, მაგრამ ძალადობით მოხდა ხელისუფლების ხელში ჩაგდება, მაგრამ თქვენ არ უნდა მიმართოთ ძალადობას. თუ გწამთ დემოკრატიის, ევროპული იდეებისა, უნდა იყოთ ქუჩაში. ყოველი რადიკალი NGO-ს უკან რადიკალი დონორი დგას. საერთაშორისო გამჭვირვალობის რადიკალური დღის წესრიგის უკან შვედეთის ხელისუფლების დაფინანსება. შვედეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ოტოსონი ღიად მოუწოდებს მაიდნისკენ და რადიკალიზაციისკენ. მის ამ განცხადებას შვედეთიდან არავინ გამიჯვნია. ჩარევის გარდა არის კიდევ ერთხელ გამჟღავნება იმ სურვილების, რაც არსებობს კონკრეტული პოლიტიკოსების თავში საქართველოსთან მიმართებაში. ეს არის საქართველოში არეულობა, დესტაბილიზაცია, სხვადასხვა სცენარების განვითარება, რაც უკავშირდება ქვეყნის კონსტიტუციური წყობის, კონსტიტუციური მოწყობის წინააღმდეგ წასვლას, მათ შორის მაიდნის სცენარი, რომელიც არამხოლოდ განიხილებოდა, გამზადდებოდა კიდეც საქართველოსთან მიმართებაში და ეს არის კიდევ ერთი აღიარება და იმ სურვილების ხმამაღლა გაჟღერება, რაც ამოქმედებთ იმ ადამიანებს, რომლებიც აი ესე მონდომებით წუხან საქართველოს მომავალს. საზოგადოება მიხილა ეს ადამიანი მის კოლეგებთან ერთად პარლამენტის წინაშე, როგორ მოუწოდებდა მოსახლეობას უკრაინულ მაიდანის გამეორებას საქართველოში, ძალადობის და ფაქტობრივად ძალადობისკენ მოწოდება იყო ეს ყველაფერი. ამ და სხვა кейსები ჩვენ გვახსოვს, როგორ ერეოდნენ წინასაარჩევნო პროცესებში, როგორ მონაწილეობდნენ პირდაპირ პოლიტიკურ საქმიანობებში. ჩვენ არაერთხელ საზოგადოებამ არაერთხელ იხილა მსგავსი საქმეები. ჩვენ ასევე არაერთხელ გქონდა მათთან პირდაპირ დონორებთან თუ სახელმწიფოს წარმომადგენლებთან არაერთი თხოვნა, არაერთი მოწოდება პირველი მსგავსი ქმედებების შეწყვეტისკენ და მეორე აი ამ საგარეო დაფინანსებების გადახებისკენ. ყველას კარგად გვახსოვს, აქ
პოლიტიკური თანამდებობის პირები გვექნენ რუსთაველზე ანტისამთავრობო აქციებზე და ერთი განცხადება ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი დიპლომატიური წარმომადგენლისგან ან დაგმობა ამ ფაქტის ან რაიმე ოდნავ მაინც შემხედრობაში ყოფილიყო გაკრიტიკება იმ უზნეობის და იმ მკითხების, რასაც ხედავთ რუსთაველზე. რა უნდა გავიკვირდეს ჩვენ, როდესაც წინა საარჩევნო კამპანიას გვიტარებდა საქართველოში უცხოეთში პოლიტიკური თანამდებობის პირები და ხშირ შემთხვევაში დიპლომატიური მისიის წამყვანი ელჩები